აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატამ რიყის პარკთან არსებული მშვიდობის ხიდის მიმდებარე მოედანზე გამოფენა აფხაზეთი 2019 გამართა. დევნილობაში მყოფმა მეწარმეებმა მათ მიერ შექმნილი და წარმოებული პროდუქცია წარმოადგინეს და დამთვალიერებელს დასაგემოვნებლად შესთავაზეს. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც მოწვევა მივიღეთ აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატისგან. მე ვფიქრობ, რომ ესეთი მასშტაბური, ესეთი ღირსშესანიშნავი ღონისძიებები ხშირად უნდა იმართებოდეს. მეღვინეობა ხარება ბუნებრივია, ყოველწლიურად მხარს უჭერს ესეთი ტიპის ღონისძიებებს და წლევანდელი წელიც, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა გამონაკლისი. მით უმეტეს, რომ ჩვენი ხელმძღვანელობა, ჩვენი დამფუძნებლები სწორედ რომ აფხაზეთიდან არიან და გარკვეული სენსიტივებიც არსებობს, რომ ჩვენ აუცილებლად ვიყოთ წარმოდგენილი ჩვენი მრავალფეროვანი პროდუქციით ესეთი ტიპის ღონისძიებაზე. აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციატივით კეთდება ძალიან კარგი ღონისძიება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დასავლეთ საქართველოსთან, კონკრეტულად ამ შემთხვევაში სამეგრელოდან ვღებულობთ როგორც მეღვინეობა, ანუ ობნს კომპანიით მონაწილეობას, სადაც უნიკალური ენდემური ჯიშის ყურძნებისგან დაწურული ღვინოები, ჭვიტილური და კოლოშის დეგუსტაციის შესაძლებლობა მიეცემა მონაწილეებს. კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციას ყოველთვის გვერდში უდგას აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გააქტიურდა, მათ რამდენჯერმე მოაწყვეს ასეთი გამოფენა. მე უკვე დავიარე, ნახე აქ და გაოცებული ვარ აი ჩვენი ხალხის ნიჭით და უნარით. ოღონდ მათ მიეცი რაღაცა საშუალება, პატარა დახმარება, პატარა სტიმული და ისინი საოცრებებს ჩადიან რა, ისეთი პროდუქცია არის გამოტანილი, რომ სადაც გინდა იქ წაიღერ ნებისმიერ ქვეყანაში მას თავისი მყიდველი ეყოლება. გამოფენაში მონაწილეობა 50-მდე მეწარმემ მიიღო. ისინი აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში. ჩვენთ ორგანიზაცია ლაკავაჟი, რომელიც ჩამოყალიბდა ახლახანს, ეს ძალიან ბევრი დამთავრებები იყო. გვინდა რომ ყველამ გაიცნოს აფხაზეთი რომ საქართველოა. ირდა, ეს არის ჩემ ბრენდის სახელწოდება და ვაკეთებ ხელნაკეთ სამკაულებს, როგორც სუტაჟის ტექნიკით, ასევე ტყავის სუფთა ქართული ნატურალური ტყავისგან, ჩანთებს, წელის ჩანთებს, ხელჩანთებს და საფულეებს. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ხელოვანისთვის ესეთი გამოფენა გაყიდვები. ჯერ ეს ერთი საზოგადოება ნახავს თუ რას ვქნით ჩვენ და გაყიდვების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეწყობაა ჩვენთვის და წარმატების ერთ-ერთი საწინდარია. ეს ღონისძიება პირველად 2017 წელს ჩატარდა. ანალოგია მისი გაგრძელება ერთგვარი ტრადიცია თუ დავამკვიდროთ. ეს არის ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ცნობადების ამაღლებისთვის, ასევე მათი პროდუქციის გაყიდვა მიმდინარეობს აქ სალარო აპარატის გარეშე შეუძლიათ მას გაყიდოთ. მადლობა მინდა გადავუხადოთ ფინანსთა სამინისტროს ამისთვის. ვაკეთებთ, ვქნით და შეგვიძლია მომავალშიდაც უამრავი კეთილი საქმე ვაკეთოთ. გამოფენის პარალელურად გაიმართა კონცერტი, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.